საქართველოს ინტერნეტ სივრცეში ფილმებისა და სერიალების ხელმისაწვდომობის წესები შეიცვალა. ქვეყანაში ფუნქციონირება შეწყვეტეს ისეთმა მსხვილმა პლატფორმებმა, როგორებიც აჭარანეთი და iMovies იყო. პარალელურად ბაზარზე გამოჩნდა ქართული სტრიმინგ პლატფორმა კავია პლუსი, რომელმაც ეროვნული კინოარქივის ქართული ფილმების უმეტესობა შეისყიდა. შედეგად ეს კონტენტი ფასიანი ავტორიზაციის, ანუ ყოველთვიური გამოწერის სისტემაში მოექცა. ამ ყველაფერზე საზოგადოების აზრი ორ ნაწილად გაიყო. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ თემაზე არაპირატული და პირატული საიტის მაყურებლები. თავიდან როდესაც ძველი საიტები დაიბლოკა, ჩემთვისაც ეს გამაღიზიანებელი იყო, რადგან უფასო კონტენტს ვიყავით ყველანი მიჩვეულები. თუმცა, როდესაც უკვე გამოვიწერე კავია პლუსი, ამ შემთხვევაში ძალიან კომფორტული გახდა ყველაფერი. მალევე შევამჩნიე რამხელა სხვაობა ხარისხში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის პირადად რაც ყველაზე მეტად არის დასაფასებელი, არის რეალურად ის, რომ რეკლამები არ მივარდება ყოველ 5 წუთში და ბევრად კომფორტულია ჩემთვის ასრულებად ფილმს უყურო, ისე რომ დისკომფორტი არ შემექმნას. ასევე ხაზგასმა მინდა გავაკეთო იმაზე, რომ ქართული ფილმები იმდენად არის გაციფრულებული და რეალურად განახლებული, რომ მათი ყურება ძალიან სასიამოვნო გახდა. და ეს ყველაფერი ჩემი აზრით ძალიან დასაფასებელია, რადგან ამაზე ადრე წვდომა არ გქონდა. და კიდევ ერთი დეტალი, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, არის ფასთან შესაბამისობა. რეალურად რასაც იხდი, ის ნამდვილად გიღებს, როდესაც ხარისხში ატარ. ასევე საინტერესოა, რას ფიქრობს ამ თემაზე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს მოქმედი სტუდენტი და მსახიობი. რა დადებითი ან უარყოფითი აქვს პირატულ და არაპირატულ საიტებს? როდესაც პლატფორმა ლეგალური ხდება, ეს ნიშნავს იმას, რომ კინოინდუსტრიაში შედის ახალი რესურსი, შესაბამისად იწყება ახალი ფილმების და ახალი სერიალების გადაღება. გადამღებ ჯგუფს კი უწესდება ნორმალური ჰონორარი. მე მესმის, რომ ჩვენთვის ძალიან რთულია უფასო და ფასიანზე გადასვლა, თუმცა ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქართული კინოინდუსტრია განვითარდეს. საინტერესოა, რას ფიქრობს ამ საკითხთან დაკავშირებით პირატული საიტის მაყურებელი. მე საერთოდ არ მგონია, რომ კავიას შემოსვლა და აჭარანეთის წაშლა კარგი იდეა იყო და კარგი ვარიანტი იყო, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ესეთი რაღაც ძალიან განვითარებული ქვეყანა, როგორც არის თქვა ამერიკა, ევროპა, რა ვიცი, საფრანგეთი, ასე შემდეგ, რომელსაც აქვს Hulu ან თუნდაც Netflix-ი. მიუხედავად ისე, რომ subscription-ი მხოლოდ 5 ლარი არის, ქართული იმდენ ბევრი კონტენტია, რომ უცხოურს ვეღარ ნახულობ და აჭარანეთი თავაზობდა ზუსტად როგორც ქართულს დაბალანსებულად, ასევე უცხოურსაც. საქართველოს მაგალითად მე მგონია, რომ აჭარანეთი ძალიან დიდი რაღაც იყო საქართველოს და ეს წაგვართვა, მაგრამ ვინც ინგლისური ვიცით, იმისთვის კარგი ის არის, რომ არსებობს კიდე ძალიან ბევრი პირატული უცხოური საიტი, რომელიც გვთავაზობს ზუსტად იგივე კატალოგს, რასაც გვთავაზობდა აჭარანეთი. ჩვენგან არაერთი მცდელობის მიუხედავად, კავია პლუსის წარმომადგენლები ჩაწერაზე არ დაგვთანხმდნენ. შესაბამისად, სიუჟეტში მათი პოზიცია წარმოდგენილი არ არის. როგორც ნახეთ, საზოგადოების ნაწილი კმაყოფილია კავია პლუსის გადაწყვეტილებით, ნაწილს კი სურს კვლავ ჰქონდეს ხელმისაწვდომობა პირატულ საიტებზე. ეს უკვე თითოეული მაყურებლის ინდივიდუალური არჩევანია.